გამარჯობათ მეგობრებო. ყველას აი განწყობა და სიხარული. როგორც ყოველთვის არ მინდოდა გადაღება და მოხდი მგონი საინტერესო ადგილას ვიმყოფები ბალტიმორში. ბალტიმორი არის ერთ-ერთი ნავსადგურია დიდი და მგონი რაღაცა საინტერესოს უნდა გადავიყოთ. უკვე ამხელა გემი დგას, რა არის ესა? ბალტიმორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის ისტორიაში, გეცოდინებათ რევოლუციები, გადამწყვეტ მომენტებში ესენი ყოველთვის დიდი ეკონომიური და პროცესები ხდებოდა ამ ქალაქში. ეხლა ქალაქში ჩვენ არ შევართ, მივდივართ, როგორც ვიცი, რაღაც პორტია და ვისაც აინტერესებს გემები და ასეთ რაღაცეები. კითხავ, მე ყოველთვის მიკვირდა ხომ ეს რკინის გემები, ამხელა გემი წყალში როგორ დგას. არქიმედის კანონი გახსოვთ ალბათ ხო? სკოლაში რო გვასწავლიდნენ ამომგდები ძალა რო იყო და ის ამომგდები ძალა იმხელა ძალა ხო? აი ამხელა რკინის გემს წყალში იკავე. ოდიშეთ ეს ქალბატონი ძალიან ცუდი ხმა, ბევრს ეს არ მოსწონს, მაგრამ რა ვქნათ, იმიტომ რომ ორი მის ერთი არის მონიკა მუშაობს და მე მარგარიტა და ზოგჯერ ეშლებათ ხოლმე და ამიტომ იძულებული ვარ ესეც ჩავრთოთ და მოусმინოთ ამ მარგარიტას ხმას. კარგი იქნება იმ გემთან თუ მივარ, გემთან. ჩვენ ლოს-ანჯელესში რამდენჯერ დავდივარ და აი ძალიან დიდი ნავსადგურია და აი ვერა და ვერ მოხვდით რა, იქ სასწაულია და ესეც არა, ესეც საინტერესო ეს გინდა არ გინდა ისტორიული ადგილია. ბალტიმორზე რო წაიკითხო, ბევრი რაღაც საინტერესოა ისტორიი და ეხლაც აი ნავსადგურის მიდამოებში ვიმყოფებით, ეს რა მოახ ფიშა და ერთ სიტყვით მოკლედ და კონკრეტულად ბალტიმორის ნავსადგურში ვიმყოფებით. ნუ, შიგნით არ ვიცი, მაგრამ მიდამოებში ვართ, ეს კი ფაქტურად. აი უკვე კონტეინერები ეთყობა ეს საიდანღაც გადმოტვირთეს და ძალიან მაგარია ხო, მაინც აი კაცობრიობა და ტექნიკა რა დონეზე მიდის რა, რო დაფიქრდე ამას აშენება, ამდენ რკინებს, ამდენ მატარებელს, ამდენ ტექნოლოგიურ რაღაცებს. ეხლა ჩვენ ამერიკა გვიკვირს და მაგრამ ამერიკას უკვე ჩინეთმა და ბრაზილიამდე მაჯობს. საერთოდ ვიძახი არა მარტო ამერიკა, ვინაიდან ეხლა ჩვენ ამერიკაში ვართ, ამას ვაკვირდებით ყველაფერს და უბრალოდ აი ეს ტექნოლოგიები და ეს საინჟინრო მასშტაბები, მაინც რა მაგარია რა, რო დაფიქრდე ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები. იდეა. იმდენს გადაცემას უყურებდი, ადრე გემებს ხო გადაქონდათ ეს ტვიტები და რაღაცეები და მე ერთ-ერთი კაცი იყო, რომელმაც გამოიგონა, არ ვიცი, იფიქრე, აი კონტეინერების სისტემა და ამაში ეს ეკონომიურია, მთელი ფილოსოფიაა რა, კონტეინერების დატვირთვის ამბავში და ერთ წელიწადში მილიარდერი გახდა, გვარს ვერ ვიხსენებ. იმიტომ რომ საერთოდ ეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და როგორ გითხრათ, ატრობირებული მეთოდია ტვირთის გადატანეს კონტეინერებში. ეხლა ჩვენ ვისაც მანქანები ჩამოყავთ და მაგით არის დაკავებული, ალბათ იცით, ხო, თითო კონტეინერში სტანდარტულია ეტევა 4 მანქანა. ესე ტენია ხომ, ესე ეკონომიურად და ჩამოდის ხომ ეს ხან ზოგს შუშა, აკატეხი ზოგს რაღაცა. არ ვიცი, ვაი, რა ცუდი გზა არის, დაანგრია. ჩვენ როგორც ყოველთვის ბიზნესური ამბავი გვაინტერესებს.
და კარგი იქნება თუ სამე გემთან ახლოს მივედით. ეხლა მე რასაც გაჩვენებთ, ეხლა ვინც ფოჩია ნამყოფი და ბათუმში ნავსადგურებში ეს არ გაუკვირდებათ. ნუ ეხლა მასშტაბები თქო, პრინციპი ერთია, ხო, ეს ამც ეკრანები. ჩვენი სურვილია გემთან მივიდეთ, გემთან, მაგრამ რაღაც არ ამგონია გემთან მივიდეთ, ნუ რაღაცას მოვახერხებთ რა. ისა 2400 გვინდა, ხემერი ტერმინალი. გემთან მივარ თვითონ. აი ვიტრო შესაძლებელი კი არის. კლირენს. ახლა იქიდან ტრაილერი გამოვიდა და იმიტომ მივიდო ასე თავმა, თორე ასე პიტაბი რომ მოსულიყავი. არ შემოვიდოდი, რა ვიცი რა ხდება. ესეც სამუშაო პროცესები, მეგობრებო, ასე ხდება ხოლმე. მიდიხარ მისამაც ეძებ და არ იცი სად ახარ მოსული. Your destination is on the right. სავარაუდოდ აი შენობაა. მოდი ახლა მე კომპანიის სახელს ნახავ, გავჩერდები და ჩავიხედე იმაზე Better Capital Group ქვია. ეს 2500-ია შენობა და ეს 2400. აი გონი ჩვენი სურვილი, გონი ახლოს მივართ. გემთან არ ამგონია, მაგრამ ამ წეები რო არის ალბათ ეს. ჯერ მოდი ნახოთ სად მოვედით ეს ხო არა? ბუკეტ ტერმინალ Henry Buff. რაღაც მონკანებით განა. ჩვენ ბატარეის გვინდა ხო? Henry ბატარე. აგერ კომპანიების სახელი აწერია და point base. მოდი მეგობრებო, მოდი მე ხა ჯერ თუ კარგად გავერკვე სადა ვარ. ნო ზოგადად მიხდით ხო? აი იქიდან გემიდან ტვითავენ კონტეინერებს, მე კონტეინერები ალბათ რაღაც აქ არის და მე ჩვენ მანქანით მიგვაქ. ჩვენც რაღაცას წავიღეთ რაღაცა. დრაივერ ჩეკი, მაგრამ სუსტად მოვედი იმ კომპანიაში ბაჭო. რავი, მიწერია სხვა კომპანია და აქ სხვა კომპანია წერია. ნუ არა 2400 ნომერია და ნახო გავარკვიოთ. 2400 წერია, რა ვიცი, ასე ზუსტად მოვედი და ნახოთ. გადავიდეთ ახლა შემოწმოთ ჩეკინგი გავაკეთოთ. ზოგადად გავარკვევ, სწორად მოვედით თუ არა. აი, ბალტიმორის ნავსადგურმა გემი რო არ ჩანს. გემი არ ჩანს, არა და როგორ გვინდოდა გემი. წავიდეთ, აბა ნახოთ რაღაც ძღოლები კრიალებენ ახლა და ალბათ სადაც აი ეს ახლა აყენებს და ალბათ სადაც მანდ იქნება. ამ ოფისში შესვლას აზრი არა აქვს კრისი. ნო shipping and receiving. ახლა სწორად მოსვლა, ეს კომპანია არ გვინდა? Battery Logistics. ახაც არა, რა ხდება? ძალიან მარტივად. ასე დიდი დარბაზი კი იყო, მაგრამ ერთი ბიჭი იჯდა იმაში ოფისში. ქაღალდები მომცა და მითხრა პიტაპი, დააღე კარები და დადექი აქ იმას. ვანომე დოქთანო. ავიდეთ. კი გვინდა საინტერესო რაღაცას გადავიყაროთ, მაგრამ ახლა გადავიყრებით. რა კარგია რა რაღაცა რო გაინტერესა, თუ არ გაინტერესებს, რა ცხოვრებას აზრი არ აქვს. ჩვენც ინტერესი გავატოვოთ, რა. ძებნაში. აი ახლა ბარემ კარებს გავაღებ და აქ ახლა რა ხდება მეგობრებო. ეტყობა რაღაცა ტვირთი ჩამოვიდა
ეს საშუამოვლო სასაწყობო წყობა ეს არის საწყობია და ანაწილებენ და რამე გვაქვს ალბათ არ ვიცი, აი ნახოთ რა პროცესებში გამოჩნდება. მერვე დოკია, მაგრამ რაღაც ძალიან უშნო დასაყენებელი ადგილია, ხო ჯობია ჯერ ფეხით შევამოწმო, სად არის ეს მერვე და შემოვატრიალო და ისე წამოვიდე მერვე. იქ არის შემოსატრიალებელი ვიცი. მერვე აგერ არის, ვაიმე, რაც უდათ. აი აგერ ეს გვიშლის ხეს, აი ეს არის გასაწევი. ესე იგი ის მეშვიდე მერვე, აქ მე ვერ მოვატრიალებ, ჯობდა ისე უკან წავიდეთ და ისე შემოვატრიალოთ რა. აი ეს უნდა გაწიო ალბათ რა, გაწევნა. არის part not in bear, რაღაცა. სასემია ალბათ revolution fly. აი გაწევს ახლა ეთქობა ის მოვიდეს პარუშიკი და წაიღებს ის. აი ხო წაიღო და მე გამითავისუფლეს ის ადგილი. აი დავეტევე მოსახლეოდ, დავეტევე ამიტომ. მოვატრიალე დავეტევე ხედა, ეს ახლა ეს მიშლის ხეს ეს. ამას რა უნდა ის ამაზე პიტაპიტ ატვირთავენ მე კიდევ ზადნი მითნო წავა ეს ამის რიგში დადგა ჩვენ ახლა დახურულებელობა წავართ უკან აი ასე ახლა დავდგები ასე და უკან წავა და დავაყენებ პიტაპიტ იმ მერვეს მიუყენებ მოდი მეგობრებო მაინც გონი საინტერესო არაფერი არ ხდება და მე ამას დაყენებას და იმას მაინც გაჩვენებთ რა ძებნაში დაყენებაც რა საინტერესო არ არის. ჩვენ ილო რო ყავს, ილო. ასეთი მანქანით არ დადის. ჩვენი ტირთები ნუ დაგვაქო. ეხა ილო არ მითხრას. აი ილო. ეს არის ასე ძახიან ფლეტი. ეხა მან დააბას და ჩვენთან ალბათ ტირთები უნდა დავდოთ. აი ილო ასე არ მუშაობს ხოლმე. ეხა მოდი დავაყენოთ, რომ გაჩვენოთ, მაგრამ ილო საქმესაც მე დავაკეთებ. დავაყენოთ. ოპა. ძალიან ამიტანი მომივიდა. ეხლა ილო რო ვახსენე, ილო საქმეს ვაკეთებენ კი, ილოს აი ხო რო უსმენთ ხოლმე როგორი პედაგოგიური ისაა, ხო? თვითონ საქართველოში სკოლა ქონია და ეს გადმოცემის უნარი აქვს. ხოდა ეს რო დავინახე ეს ფლეტი და ისინი აი როგორ გადადებენ, გადმოდებენ, გამახსენდა ილო. სავარაუდოდ აი ესეთი რაღაცეებია ეთყობა ჩამოსული, აი ეს რა არის რაღაცა დევს და მოვიდნენ ტრაილერები და მიაქვს. შემოდი შევამოწმოთ ახლა. ალბათ სავარაუდოდ ჩვენც ასეთი რაღაცა მიგვაქვს, მაგრამ ორნაირია. ჩემი არის დახურული ტრაილერი და ამათი აი ესეთი ღია, flatbed როიდე აი ილო რო გვაჩვენებს ხოლმე თავის ანტაუნიოთ რა ეძახიან ეს გადასაფარებელი. მოდი ახლა ჩვენ რა მიგვაქვს ნახოთ რა გამოჩნდება, მაგრამ მაგამდე შევამოწმოთ, ხო კარგად დავაყენოთ. კარგად გას, რაც. მერვე მოკლია. მოდი ჩვენ ვაიმე ეს რა პინულიას. აი ალაგებენ ახლა იმას, მე ეს სხვათა შორის ძალიან ფიზიკური შრომა უნდა ამას. აი ნერვები, მე მაგის ნერვები ნამდვილად არ მაქვს. ყოველ იმაზე დააბი, გადმოაბი. ეს უფრო მარტივია. მიაყენე გაგიტვირთავენ და ასე შემდეგ. ნახოთ რა მიგვაქვს ალბათ. იგი იქნება და გადასცემა. ეს საწყობია რა, ნუ ასეთ რა driver shut off motor seat brakes with. ჯერა აი ეს არის რაღაცა მიგვაქვს. ჩვენი დოკი ეს არის. შა. მაგეთ დაიწყებენ ახლა და დაგვილოდე იმაში. გობლები უკან გამოწიო, გობლები. გასატვირთა.
აი ესეთი რაღაცები მიმაგდა, მე გავიდოთ რა ხდება. ჩვენც იცით ხო მეგობრებო, პრობლემები მოითხოვეს, რომ გაკეთდეს რომ არის თუნაოს, პრობლემები გაწიო წინო. უბრალოდ ერთ უკან. всё, ეს პრობლემები უკან გავწიეთ. რაც გითხრეს გავუკეთეთ და ალბათ დატვირთავენ. მე მითხრეს რომ წადი მანქანაში და იქ დაგველოდეო. ეხა მოვიდა ეთყობა შემამჩნიეს რომ ვიღებ. ერთი ტიპი მოვიდა და გავჭენ ნუ გადმოხარ მანქანი და მანქანაში იჭექი. დავждები სხვა რა გზა გვაქვს, პრობლემა სხვა შექმნით. ეცეთოთ ყველაფრის კონტროლის ქვეშა ვართ. დავждე და დავაკვირდეთ სიტუაციას. ეს ალბათ იცით ხო მეგობრებო როგორც არის ეს პადიონ კრამი ქართულად როგორ ამწეები ის გემი მოვა ან კონტეინერს გადმოდებს მე გადადებს ამას რა ჭისავს ახლა ვერ აწევს ნახეთ დაიყინა ეთქო აწევს ოდეს კინიგზა ნუ ეს კლასიკური კინიგზის გზა არის იქ ისა კონტეინერები მაერკ რა ჭისავს ვერ აკეთებს ვერ გადაწია რაღაც არასწორად აკეთებს ეს კაცი. გააკეთებს სხვა რა გზა აქვს. აი, ილოს მანქანაზე რომ ლაპარაკობდეთ, აი მეგობრებო, ეს ყველა ისა, აი ესე ყოველ იმაზე უნდა დაატვირთო, მერე შეკრა, ის სტრეპები გადააკრა, ისე უნდა დააბარო, მერე გზაში არ გადმოგივარდეს. აი ნერვები და ის უნდა რა ამას ყველაფერს. ჩვენი საქმე შედარებით ადვილია. 1-2 თუ რაღაცა გადმოტვირთვა მოგიწევს, ეხლა რაღაცა იმარ ხან დახმარა მუშარო არ აყავთ რაღაცა. მაგრამ ეს ცარიელი ფაქტი უფრო ადვილია. არის კიდევ მაცივრები რო დააქვთ, იქ ხმაურ მაცივარ რო ჩართული ის ბრუხუნებს, მაგრამ იგივე შედარებით კარგად იხდიან ვიდრე ამას. ამ ფინანსურ ამბებში ეს სადაც მე ვარ უფრო ყველაზე ნაკლებად იხდიან, თორე აი ფლეტბედს ახლა რასაც უყურებთ, ახაც ცოტა კარგად იხდიან, მაცივრებზეც კარგად ixdიან შედარებით და ყველაზე კარგი შემოსავალი არის აი მანქანები რო დაახთ, მანქანები იქაც კაი შრომატევადია. 8-9 მანქანა უნდა აიყვანო, დააბა, მიამაგრო. ესე საპასუხებლო საქმეა, მაგრამ შრომა ფასდება. და ისეთი ტიპები როგორც ახლა მე ვარ და არ უნდათ არა ერთი მხრივ კი არის რომ მოძრაობ და მიდი ხარ და ფიზიკურად ვარჯიშობ, მაგრამ გააჩნია ვის როგორ. მე მაგალითად ეს ჩვენი ვარიანტი მომწონს, მიდი უბრალოდ კითხულობ და უფრო მეტი დრო გაქვს, თორე იქ ასეთ სამუშაოებს ნემებზე იქ უკვე დიდი სულ მუშაობ რა ფაქტიურად. მანქანას ატარებ მუშაობ, იმას თვითად მუშაობ და ასე შემდეგ. რა ვიცი, ყველა ხო იცი როგორ არის, გემოვნებაზე არ დავობენ. მოდი ახლა მეგობრებო ნახოთ რა ფასად მიგვაქვს ეს ჩვენი ტვითი და კაი ფასია თუ არა. კაც მარა ვერ დააყენა, კაც ვერ გადაწია ეს პრობლემები. ჭისამსაც ხო დავეხმარო თო. ვერაც ვერ მოთხოვა. პრობლემები ბოლომდე უნდა მიწვიოს. ესე იგი რა მოხდა იქნება. ესე იგი ეხლა ამ კაცს კითხე რა. რა ხდება, ვერ წევი მეთქი და ხო რაღაცა გამიფუჭდაო და მე მივიდა და საწყობში მუშებს თხოვა რომ არ იწევაო და ხო კაი ჯანდაბოს მოდი დააყენეო. საერთოდ სასურველია რომ ყოველთვის ეს რეალებდეს რა რო იტყვია. თუჯი არის ხომ ეს საწყობი რომ თუ პრობლემები არ გაუწიე არ დაგტვირთავენ ხოლმე. აი ილოს მანქანაც დატვირთეს გონი? აი ახლა შეკრას რო წვიმა და იმან არ შეაწვის რა ქვია. არ გააფუჭოს. მეორე მანქანა მოვიდა.
ეს გადმოვიდა, ეს უნდა გახსნას, ნახეთ ამხელა მთელი პირობების შეუშვა. არა, ნუ რასე კონტექსტი დამავიწყდა ილო ამბობს ხოლმე შეიძლება კონაქტო თუ რაღაცას ეძახიან. რომ გადააფარებენ და ой, დაგვავიდა, მოდი ნახოთ ახლა ჩვენი ამბები, სად მიგვაქვს და რა ფასად მიგვაქვს. ეხლა უყურეთ მეგობრებო, ამაზე ავკრიფე ჩემ ტრაილერი GPS-ზე, ვერ აკრიფა რა, ის მისამართი რაც აქ. ამ შემთხვევაში უკვე ტელეფონის იმაზე ვკრიფავთ და Google უკვე ზუსტად იღებს, მაგრამ Google ტელეფონის იმაზე ცუდი ის არის, რომ გაჩვენებს პატარა მანქანის გზებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინაიდან ეხლა დიდი GPS ვერ პოულობს ამას, როგორ ვაკეთებთ ხოლმე, იცი, მიახლოებით რაღაცა ქუჩას იპოვი GPS მიყვები იმ დიდი იმით და მე რო ვიყრე პატარა GPS-ით, პატარა ტელეფონის იმით, მე რო ვიყრე ადგილზე რომ მივხარ ახლოს თქვა 10-15 მაილი რო რჩება, მე რო თავთ ხოლმე პატარა GPS და იქ მივდივარ ზუსტად. ეხლა აქ არის მომენტი რომ ამ ტრაილერი GPS-ებს ზოგჯერ ის გადატვირთვა უნდა ხოლმე კომპიუტერიდან და ახალი პროგრამა უნდა ჩაწერო რა. და მე ხა დიდი ხანი რო არა მაქვს ჩაწერილი, ამიტომ ვერ აჩვენებს. მაგი პრობლემა არ არის, ხა გვერდზე რაღაცა პატარა დასახლება მიახლოები და მაინც ავკრიფე და გამოდის რაღაც ესე იგი გამოდის 603, ნუ 590, ამაში იხდიან $900. რამდენი გამოდის დოლარი და ძალიან დაბალი ფასი გამოდის, მაგრამ ეხლა რა ხდება მეგობრებო? საერთოდ თუ ჩვენ რატო დავდივართ ხოლმე იქ დასავლეთში და ჩვენ და ჩემი დისპეჩერი რომ იქითკენ უფრო მაღალი ფასებია და აქეთ ეხლა ისე მოხდა რომ ჩვენ აქეთ ეს ძალიან დაბალი ფასებია აღმოსავლეთ ამერიკაში. მაგრამ რამენაირად ეხლა ჩვენ უნდა გამოვძვრეთ აქედან ამ სიტყვაზე ამ აღმოსავლეთ ამერიკიდან და დასავლეთში წავიდეთ. აქედან გამომდინარე იძულებული ვართ რომ აი ესე დაბალ ფასზე წახვიდე. ეხლა ზოგი გამოხდება და იწვევს, მე არ წავალ და ის არ წახვალ და არ წახვალ და გარჩები იმაში. არიან ხოლმე რომ ზოგჯერ აი ფასი არ ერთი ფასი არ მოწონდა, ორი ფასი არ მოწონდა, მე ელოდება და ეხლა მაინც უწევთ ხოლმე წასვლა, იმიტომ რომ ხარჯები გადასახდელია და ამ დროს მაგ ბევრი ფიქრი არ უნდა. ერთი-ორი ვარიანტი გადახედავს და დისპეჩერზეა ძალიან დამოკიდებული და თუ დისპეჩერს ენდობი და აი ურთიერთობა გაქვს, მე მაგალითად ვენდობი ჩემ დისპეჩერს და არანაირი პრობლემა არ აქვს. ეხლა ვიცი რომ მართლა დაბალი ფასია, მაგრამ ვიცი ეხლა ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, ეხლა დაბალია, მე მაღალია და საერთოდ ჯამში კვირის ბოლოს რაღაცა საშუალო გამოდის. ამიტომ ჩვენ როგორ ვაკეთებთ? არ მოგვეწონა ფასი, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ყურები ჩამოვყაროთ. იმის იმედით, რომ შეიძლება სიტუაცია და უფრო ძვირიან ფასს ვიპოვით და ჩვენ რაც გვიხარია ხოლმე ყოველთვის იქნებ შეიძლება თოვლი მოვიდეს და ფასი მოიმატოს. რამდენი დაქვს ახლა ზამთარი ცოტა რა ფაქტობრივად ერთ სამკვირაში უკვე მაგაზეც უკვე აღარ იქნები დამოკიდებული ამინდებზე. მაგრამ რას ვაკეთებთ? მივყვებით როგორც ქრისტიანი მორწმუნე ადამიანები, ყველაფერს აქვს თავისი დრო. ასე უნდა შევხედოთ, რომ ჩვენ რაც არ უნდა ვირბინოთ და ვიხტუნაოთ და რა ვიცი, ენერგია დავხარჯოთ, მაინც ისე მოხდება, როგორც საჭიროა. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის, დაბალი ფასებისთვის და ცვლილებებისთვის, რომ არაფრის არ შეგვეშინდეს არანაირი დაყოლების. ეხლა აქ არის ერთი ნიუანსი მეგობრებო, ვინაიდან ჩვენ ფინანსებზე ვლაპარაკობთ. ეხლა უყურეთ. ეხლა მე GPS რო ვავკრიფე და ის ვავკრიფე, გზას მაჩვენებს ფასიან გზებს. ესე იგი, ამერიკაში 76 გზა და 70-იანი და ასე მივყავარ. მაგრამ იმდენად ძვირია, ამიტომ მთელი ეხლა ფილადი აქინა რო წავიდე, რაღაც ერთი მარტო ფასიან გზაში მომიწევს გადახდა $350. ისე და დაბალი ფასია, ტარიფი დაბალი $900, $350 იმაში უნდა, ამიტომ იმაში უნდა გადაიხადო და მაგარი ის უაზრობა გამოდის. საერთოდ და აქედან გამომდინარე, უკვე მე რას ვაკეთებთ, იცი, უკვე ჩვენ 76-იანი გზით კი არ წავალთ, არამედ წავალთ გვერდით პარალელური გზით 68 ნომერი გზა არის, რომელიც მიდის უკვე მთებში.
მართალია, საწვავზე დაიხარჯება, მაგრამ გააჩნია ესეც აქვს მნიშვნელობა, ეხლა თუ მსუბუქია, კარგია, თუ მძიმეა, ზოგჯერ ბიჭები მაინც მიდიან ხოლმე მძიმე, იმიტომ რომ ზოგჯერ არ ჩემენ ხოლმე ახლა მთებზე მიდიხარ, ბევრი საწვავი იწვევაო, მაგრამ მაინც ნებისმიერ ვარიანტში ჯობია იმ მთები წახვიდე, კი, ცოტა საწვალებელია, იმედია თოვლი არ იქნება, გადავხედავ ამინც, მაგრამ იმ $350 გადახსდას ისევ ჯობია ამ გზით წახვიდე. ყოველ შემთხვევაში მე ასე გადავწყვიტავ და უკვე ამ გზით წავალ და მთავარია ეხლა გადავხედოთ თოვლი იქნება თუ არა იმ გზაზე. 68-იან გზაზე. ეხლა ჩავიხედე ამინჩი, პატარა თოვლი არის, მაგრამ ისეთი დიდი საგანგაშო არ არის და ასეთი თოვლები გავიარეთ, ხო? და ისევ წავართ იმ მორგენტაუნიდან, ანუ 68 გზიდან, ესე იგი წავართ ასე პენსილვანიიდან გადავართ ვირჯინიაში, ვირჯინიიდან მე ოჰაიოში, ოჰაიოდან წავართ ინდიანაში. აი ესეთი ნიუანსებიც არის ხოლმე, აი სანამ ჩვენ ბიჭები ამას ვეძახით სტრატეგიას, ესე იგი სანამ წახვა გზების, ამინდების ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, ჩამოაყალიბო სტრატეგია და სტრატეგიულად შეასრულო შენი სამუშაო. ნაშვებიან ეს ჩვენი მუშები. არ თვითავენ. აი დაგტვირთვეს და აბა ნახოთ, სუბუქია თუ არა, სიარულში მივხვდები. მაგრამ ძიმი არ არის რა. არა, სუბუქია. მაგრამ მაინც ნახოთ. ოკეი. ის ხომ უნდა გადავწიოთ, რა ქვია მას. ორბალი უკან. აი ეს რაღაცები მიგვაქვს, აბა ხერსი. ნახოთ აბა ჩემი. მე ესენია ნახოთ. Siva. აბა ეს არის. აი ეს ხითარი დაფარო. აბა ნახოთ ჩვენთან რა ხდება. აბა ნახოთ ეხლა ძიმია თუ არ არის. ავიდეთ. Made in Vietnam. კაი მძიმე ჩართო. თან არ წერია, ესე იგი. ისე ადვილად წამოვედი და აი ნახეთ, ამის აწონო მაინც მოგვიწევს მეგობრებო, იმიტომ რომ აი სიარულში მივხვდები რა. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ? ვიქტორინა გავათამაშოთ? ძიმე ტვირთია თუ მსუბუქი? აი ვინც გამოიცნო ჩვენი ეხლა მე ამას ძიმე რო იყოს. ხო იცით ხო? ძიმე თუ არის, ეხლა ეს ბოლომდე აქეთკენ მოწეული და ამიტომ შენ მაქსიმალურად უნდა შეეცადო რომ ეს ბოლომდე ეს პრობლემები ბოლომდე არ მიიყვან. ნუ მე ხა სავარაუდოდ მაინც არ შემეშალოს და მიიყვან საერთოდ იდეალურია მე-5-მა, მე გავაკეთებ მე-6-ზე და მე უკვე გზაში ავიწონები და შევამოწმეთ ყველაფერს. ეს გავწიოთ. ასე მოდი მე-7-ზე დავდებ, მე-7 ხრილზე. აი თავი დავიძღიოთ. ეხლა არ ამგონია სადმე აქ ბალტიმორში რაღაცა ის შემხდეს, მაგრამ გზაში ტრაქტორზე შევიაროთ. ეს გავწიე და ეხლა შევამოწმოთ. ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 აკრას გამოვა და იყოს ასე, ხო მეგობრებო და დანარჩენი უკვე ვიქტორინა ძალაშია. ძიმეა თუ მსუბუქი? უпроსოდ როგორ ჩამოვაყალიბოთ, იცით კითხვა? მუშა დამადგა კარგია, წადი. მუშა დამადგა კაცო, ნუ მიშლიო ხესო და ესე იგი საიდან გავიდე, რაც ვერ გავიდე. Point please, no right turn, except delivery exit. ხო, იქითკენ უნდა წავიდეთ. ნუ ეს ახლა აქ გავდივარ და თითქოს ძიმი არ არის. ხო, ესე იგი როგორი კითხვა დავაყენე. ესე იგი ვიქტორინა რო სწორად დავსვათ კითხვა. ეხლა მე რომ მკითხობ სუბუქია, მაგრამ სუბუქი რო არის, მაშინ ხვრელები დასაყენებელი იყო, უნდა გვეზრუნა ხვრელების დაყენებაზე თუ არა. ესე იგი სუპერატარია.
ტვირთი მსუბუქია თუ არა მსუბუქია. ეხლა მე ვგრძნობ არა მსუბუქი, მაგრამ არ ვერ დავდებ თავს, იმიტომ რომ ну არ ვიცი, ესე იგი კითხვა მეგობრებო, ტვირთი მსუბუქია თუ არა მსუბუქია. ტყუილად გავასწორე ხვრელებით, ტყუილად გავასწორე თუ არა ტყუილად გავასწორე. აი ესეთი კითხვა, ვინც პირველი გასცემს, ის იქნება, ვინც პირველი გასცემს სწორ პასუხს, ის იქნება მოგებული. სულთა ლატარიის პრინციპია რა. ეხლა წავიდეთ და გზაში თუ შეგხვდება ტრაქსტოპი, ავიწონოთ. გზაზე ძალიან ადვილად მიდის, თითქოს უკუქია, აღმართებზე უჭირს. აი ხომ არის სასწაული იქნება და გავზრდოთ. ვიქტორინაზე ხონა გავარკვიათ. ესე იგი კითხვა, ვინ უკუქია თვითი და იმ ხრელების დაყენებას ნიშნობა აქვს თუ ძიმია და უნდა ხრელები თავის ადგილას ავდგათ. ისაა გავაკეთოთ. ურაფრინად გითხრათ მეგობრებო, მეც აი რაღაცა ჩვენში ჩავარდი. ასე თუ ისე ხომა გამოსtildeება და ხამდის გონია და ამ სუპუკი ხანძარი ძიმე და ნუ ერთ სიტყვით სასწორი გადაწყვიტავს რა. აი გამოჩნდა ჩვენი ტრაქსტოპი და შევიდეთ ახლა ავიწონოთ. დიდი არ გინდა ხა ეს გააჩერა შუა იმაში რა ჭირს ახლა იქ. არც სასწორზე მიდის არ და. პრობლემა საიდან მოდიხარო რა. სართულია გავარეული, არც იმიდის, არც ისა ეს. რაილერი აქვს დაყენებული, ჩამოღდა აქ აკეთებს რაღაცებს. და მან ვიდა შესვლა. ჩვენ რამდენჯერ გვილაპარაკია რა, აი და პრობლემა საიდან მოდიხარ აი. გაიგე ახლა რა უნდა ამას ახლა მაინდამაინც აქ დაიწყო ტრაილერის მოხსნა და დაყენება. რაღაც უცნაური რაღაცა ხდება. ახ დაიწყეს ჩამოშებული აქ ისე. ეტო დამწყები მძღოლია და რაღაცა ჩავიცვა და დავეხმარები ამ საწას ასაკეთებს ეს. სანამ ჩაიცვა ამან უკვე რაღაცა გააკეთებ. არის გოვი? ამას ვერ აყენებდა და ეხლა სანამ ჩავიცი კი მოასწრო რაღაცა და ალბათ გაწევს. ვერ გავიგე რა უნდა და მაგრამ რაღაცა პრობლემა აქვს, ვერ რაღაცა ვერ ხვდებ და იცით. ვერ მიდის თუ რა ხდება? რაღაც გაბრაზებული იყო და ვერ ძრავდა და საბოლოო ჯამში ვერ გავიგე რატო ვერ მიდიოდა. აი წავიდეთ ჩვენ საქმეს მიხედვით. ისეთი გაბრაზებული იყო, ეხა ვიდეო რო დამეწყო გადაღება, შეიძლება თავში რაღაცა ჩაერტყა ჩვენ. რადგან ესე სასწორზე გაჩერდა თუ რავი რასაკეთებს. ეტყობა რაღაცა ახო მივხვდი რა ხდება? ეტყვით ახლა ეტყობა. წონას ვერ ასწორებს და ჩალიჩობს რა რო იტყვია. ესე იგი როგორ რაღაცა ექსელებზე ხო უნდა იყოს 12, 34, 34. და ეტყობა ამას რაღაცა წონა ზემოდან დადებულია და ამ დროს გაწევა გამოწევის ამბავია და ეს ვერ ასწორებს, ხან ის მოხსნა, ხან ეს მოხსნა და მაგაზე ნერვიულობს რა. თეთკანიანი იყო და კარგი იყო რომ დავლაპარაკებოდი, მაგრამ გო თორე ის არის. ხო იცით, მაგ დროს ადამიანი გაღიზიანებულია და ახლა ვიდეოს დააძრო, ცოტა ისეთი თემაა. ხო, ეთქოს ვერ ასწორებდა და რაღაცებს ჩალიჩებდა თავისებურად. აი, ნუ მძღოლები მიხდებიან ახლა რა ვთქვი მე. ჩვენ დავდგეთ ახლა ჩვენ სასწორზე. ასე დავაყენოთ ახლა ჩვენი ამბავი გავაკეთოთ.
ამ დროს მამას უკან ახლა უკან რიგში დამიტყვი ხედავ ეს ნამუშნობა მაინც ჯარიმის გადახდა არავის არ უნდა გამოდი ახლა მითხარი გადახარ ვაჭე და რაღაც გულარია თუ რა ვიცი გოგო არ და რაღაცა ეწავს first way. And what is your tractor number? 121. Alrighty, I have your weight. Go ahead and pull forward and find parking and then come in for your ticket. Okay, thank you. Thank you. გური ხმა კონდათ, ჩემო მეგობრებო. აი ახალგაზრდა გოგოს მაიღო არა? ახო თავა როგორი გოგო. მოდი, აქციონიცა და იმას აკრია. ქაღალდი მოდიო ისა ტიკეტიო რა ქაღალდი აიღეო და იქ ეწერება უკვე ჩვენი მანქანის წონა და გამოჩდება გამოიხსა გამოვლინდება გამარჯვებული ჩემი აზრით იქნება გასასწორებელი არ ვერ გეტყვით რა აი სუბუქიც არის ისიც არის ესე იგი იმარჯვებს ის ვინც იტყვის სწორ პასუხს სუბუქია და სულ უნდა გასურება თუ ძიმია და გასურება უნდა აი ორი კითხვა სუბუქია თუ არა სუბუქია სუბთა ლატარიის პრინციპია რა სივა კაიდა რომ გამოდიხარ თითქოს თავიდან ვერ ვცნობ მაგრამ თებევალი დადგაო ხეში წყალი ჩადგაო მაგ რაღაც ვერ ქაჩას მაგრამ შენი ქარბატონი ეს არის Is scale, please, is possible. One to one, yes, correct. Yeah. Trailer? 1 to 1. Are we using a corporate card, personal card, or cash? Corporation. Yes, Do you have a Love's card? yeah, over here. Okay, thank you. აბა ნახოთ. მეგობრებო, შეხედეთ. რა კარგადაა დაყენებული, ესე იგი 10, 31, 32. 75. ესე იგი გამოცდილებამ თავისი გააკეთა რა. ტვირთი მძიმეა, უბრალოდ მეშვიდეზე რო დავაყენე ზუსტად დაჭდა რა. აბა გასწორება არ უნდა, მაგრამ ეხლა მსუბუქი რო ყოფილიყო, არც მოვკიდებთ ხეთ, მაგრამ უბრალოდ 75000-ია წონა რა და უყურეთ 10, 31 და 32. ესე იგი ვაცხადებთ გამარჯვებულს, ვინც ხარო, ვინც ხარო ძიმეაო და ის არის გამარჯვებული რა. უბრალოდ გასწორება არ დავჭირდა, იმიტომ რომ ზუსტად იმ ხრეზე გამოვარტყით, სადაც ვარაუდით დავდეთ. ესე იგი გამარჯვებულია ის, ვინცაც თქვა რომ ტვირთი არისო ძიმეო. მე თვითონ დაუკავშირდები იმას გამარჯვებულს და გადავჩენთ ჩვენ სასურველ თუ ჩემ დაწერილ წიგნს ორეულს. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით და შევხვდებით სავარაუდოდ საინტერესო ვიდეოებში. კარგად.